მომიხელ რა ხდება. კარგად, შენ როგორ ახარ? რავი არა მიშოს. მარა. რა შვები? რავი არაფერს, იმ დროს რომ მირჩიე რაღაცა პროგრამა, ხო იცი? ხო. Handbrake თუ რა, twin-ი მოტყნა ესე იგი. რატო? საუკეთესო კონვერტაციის დროსაც ხო ხარისხი მთლიანად უფუჭდება ვიდეოს და ის რა ქვია, აი პიქსელები ჩნდება ეგრევე, ანუ სტაბილური კადრი, რასაც ქვია სტაბილური კადრი, ხო? ფონიან რაღაცა ეგრევე პიქსელებში ჭრელდება. რას მივაწერო ახლა შენი ზარი? მოიცა ტუტორიალში როგორც იყო ისე გააკეთე ზუსტად? კამერა ჩართე სათხარ არ ჩანხარ. აი ხო. კი, ტუტორიალში როგორც იყო ეგრე გავაკეთე, მაგრამ ეგრე გავაკეთე, მაგრამ დაიკიდე. რას მივაწერო შენი ზარი რას? ფერი მოგიკითხეთ ან მაინტერესებდა რა შვები როგორ ახარ. თუ ვაფშეტა არ გინდა ინტერვიუ რო ჩავწეროთ? აი რა როგორ არა? თუ რამე გაინტერესებს მკითხე აქა რო არა ინტერვიუ. არა, კითხო რა. ჯანიცის შოუ არ მო. არა, რატო რა კიდე მაგარი იქნება რა. ჩემი არქივისთვის თან საკაიფო იქნება, პლეილისტი მაქვს ინტერვიუ იუთუბერთან და ერთი კაი ინტერვიუ გამოგვივა რა. მოდი გადაწყვიტე. უკვე ხო არ დაიწყე ჩაწერა, ჰა? არა, ჯერ არა. არა. შენ გარეში არ დავიწყებ ჩაწერას. აი, ჟურნალისტი ვიც, ნახე ფანქარი მიჭირავს ახლა და ინტერვიუზე უნდა დაგითანხმო. ეგენი უკვე პასტებზე გადავიდნენ. მე ფანქარი მაქვს, მე ხა ცოტა ძველი თაობა. არა უქოს. მიდი რა. კაი, როგორც მომისმინე ერთი პირობით. არც ერთი წუთი, არც ერთი წამი და არც ერთი კადრი არ ამოიჭრება. იქნება ერთი უწყვეტი ვიდეო. მარა შენი არხიდან და შენი ვიდეოებიდან გამომდინარე რაღაცა ისეთ სიტყვი პოშლის რომ ეგ უკვე მაგისი მეშინია. კიდია რაც ვარ ის ვარ, რამწარე რამეც არ უნდა თქვა, ეს არის პირობა. რაც არ უნდა თქვა, არ ამოჭრი, არც ერთი წამი არ იქნება. რაღაცა საშინელება და უმერთობას თუ იტყვი, რაღაცა მომიწევს, იმიტომ რომ ჩემი არხის სახელი ხო არ დაგავს და რა ქვია. აი, უნდა წავიდე. არა, okay. Calm down man, calm down. It's okay. კარგი. დავიწყოთ? ანუ შეთანხმებას მივახციეთ, ხო? ხელები მაღლა მაქვს. კარგი. დავიწყო ჩაწერა? მოიცა, რამეს გადავიცნო ესე ბომჟივით რო არ ვიყო. მიკროფონსაც. ერთზამთ მიკროფონი შენ ეს აქედან გესმის? კი ბატონო. ესე იგი. კაი. ჩემიც ისმის ხო კარგად? კი, იდეალურად. შენ რატომ წინასწარ მოემზადე ესე იგი? ნუ იცოდი რომ უარს ვერ გეტყოდი რაღაცა. არა, წინასწარ არა, კაცო, უცბად მე ესეთი აზრები ესე ექსპრომტად მებადება ხოლმე რა და მაგიტო. ამარა კითხები რა კითხები. გუშინდელ ვიდეოსაც თუ ნახავ, მიხვდები რომ უცბად მომივიდა და აი ესე პაროდიები გავაკეთე რა. რა ვიდეოც? აი ნახავ რა მე. მოგვიანებით რომ დავამთავრებთ, განახებ. ამარა კითხები რა უნდა მკითხო? კითხებიც ექსპრომტად მექნება შენთან, იმიტომ რომ შენ ცოტა ისეთი განსაკუთრებული რესპონდენტი მყევ ხარ და მაგიტო რა. რაღაცა მეეჭვება შენ რომ კითხები ეგრევე მოიგონო. ჩემი ტრადიციული გავსტოკი. მაშ. მომისმინე ახლა როგორ ზითხარი არანაირი რეი ვილიამ ჯონსონობა არ დაიწყო 101 კადრი არ ამოიჭრება საერთოდ. კაი, სხვა რა გზა მაქვს. სხვა რა გზა. მოვამზადებ მაშინ მენელნელა ამას პროგრამას. ანუ სერიოზულად ინტერვიუ არავისთვის არ მიმიცია ჯერ და არ დაიწყო სერიოზულად. ცუდი რაღაცა ჭრები არ გააკეთო. არა, პირობა, всё, ვამზადებ. მომიწევს მე სტრაიკების რაღაცეს იმების გაკეთება. 1 2 3 დაიწყო ინტერვიუ. მოგესალმებით ყველას. მიხეილია თქვენთან ერთად და ჩემი არხია YouTube-ზე მიხეილ HD. დღეს ჩვენ გვექნება ინტერვიუ ალბათ უკვე მიხვდით ბატონ
პროვოკატორთან. მოგესალმები მიხეილ, მოგესალმები შენს იაფფასიან მაყურებელს. მოიცა რატო იაფფასიანი? მე არ მყავს იაფფასიანი მაყურებელი? მოდიში თავი უცებ ჩემ არხს მეგონა. კარგი, არა უშავს. Не забывайте, что вы в гостях. Но чувствуйте себя как дома. Кай, დავიწყოთ. რატო ხარ ესე სოფლიოზე გაბრაზებული, მითხარი? არავითარ შემთხვევაში, მიხეილ. პირიქით, სოფლიო არის ჩემზე გაბრაზებული. აი, მაგალითად, შენ რო არ იყო გაბრაზებული, არ მკითხავდი ესეთ რაღაცას, ხო? კარგი, მაშინ უკაცრავად. ამდენი ნეგატივი და ზიზღი რითია გამპირობებული შენ ვიდეოებში? იცი რა არის, მე კონტენტს ვაკეთებ იმაზე, რაც არ მომწონს. და არა იმაზე, რაც მომწონს. აი ხა შენ დავიჯერო ყველაფერი მოგწონს, რასაც ხედავ. არა რა თქმა უნდა, შენ აკეთებ კონტენტს იმაზე, რაც მოგწონს, მე პირიქით. კი ბატონო, გეთანხმებ, მაგაში ვერაფერს ვერ ვიტყვი. კარგი, მაშინ ერთი ესეთი კითხვა. რატო ატყუებ შენ მაყურებელს, რომ ვიდეო იქნება ყოველდღიურად და სამწუხაროდ არ არის ხოლმე ვიდეოები შენი ყოველდღიური? შემდეგი კითხვა. არა. დაგისვი კითხვა, რახან მე ბევრი რაღაცა დავთმე უკვე თავიდანვე, მოდით ეხლა ამას აღარ დავთმობ და მიპასუხი აი ამ კითხვაზე კატეგორიულად მოვითხო. მოდი მაინც გამოვტოვოთ. არა. კითხვა დაგესვა და უპასუხე. კაი, მაშინ ასე გიპასუხებ, ეგ უფრო სურვილი არის, ვიდრე დაპირება. შემდეგი კითხვა. გამოძვერი მაინც კითხვიდან, ხო? კაი, მაშინ ესეთი კითხვა. შენ კითხვა ესეთი პროვოკატორს. გაასწორე მიკროფონი, მე მგონი ცუდად ისმის. გაასწორე. ხო, კაია. აი ამ უარყოფით თვისებებს გმობ. მაგრამ უნებლიეთ პროპაგანდას უწევ ბილდსიტყვაობას, სიგარეტის წევას. მაგაზე რა აზრის ხარ? იცი რა არის, ბილდსიტყვაობა და ზოგადად ცუდი სიტყვები არის როგორც იარაღი. ზოგი ცუდად იღენებს, ზოგი კარგად. მე მაგალითად პირდაპირ headshots ვამ. ხო, თამბაქოს რაც შეეხება რა არ მოგწონს. რავი, მაგალითად ის რომ ბავშვები გიყურებენ, არ ფიქრობ მაგაზე რომ ცუდ მაგალითს აძლევ ამ თამბაქოს წევით? აბა დაფიქრდი სადამ მიპასუხე. მაგრამ იცი რაში არის საქმე, რაც მეტი მიყურებს, მით მეტი დაიწყებს მოწევას და მით მეტი აიკიდებს კიბოს. მაგრამ ეგრევე არ მოკვდებიან, ასე რომ დრო ექნებათ რომ ჩემი არხის განვითარებას ადევნონ თვალყური. კარგი. კითხვა კიდევ ერთი. მაშინ მითხარი, როგორ ფიქრობ, რატომ ატულობს ესე ჩქარა შენი view-ები, subscribe-ები? რა ხდება? ატულობს? კი, სწრაფად თან. ნუ, ჩემდა გასაკვირად ძალიან სწრაფად. თუ უყურებ სხვის არხებს, შენთან შედარებით ძალიან სწრაფად მატულობს. ანუ სხვისი არხები მატულობს ჩემთან შედარებით სწრაფად? არა, პირიქით, შენი არხი სწრაფად მატულობს, ვიდრე სხვისი და გაცილებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თვე დაახლოებით ხო, 2 თვემდეა შენი არხი რაც არსებობს. ერთი, ზუსტად ერთი, ის თავი აქვს. 1 წლის, 2 წლის არხებს უფრო ნაკლები რეიტინგი აქვს და view-ების რაოდენობაც ნაკლები აქვს ზოგს, ვიდრე შენ. ნუ კაი, ალბათ იმიტომ რომ ჩემს მაყურებელს უნდა სისხლი მის მიუხედავად რომ ჯერ პირველი მენსტრუაციას არ გქნიათ. ოკეი. პროვოკატორი რა ყოფილიყავი, ვინ იქნებოდი? ვაჟიშვილი. რას ურჩევდი ქართულ იუთუბერებს? ურჩევდი აღდგომას, იმიტომ რომ გვდრებს მხოლოდ ეგ თუ უშველის. მოგწონს ჩემი არხი? რას ურჩევდი? ან რა მოგწონს, რა არ მოგწონს? მომწონს, მაგრამ იცი რა არის, ცოტა ხნის წინ ერთ ვიდეოს წავაწყდი შენს არხზე, რომელმაც პროვოკაციულობით ყველანაირ ზღვარს გადააბიჭა საერთოდ. რა ვიდეოზე ამბობ? არსებობდეს. კაი, მიხეილ, მოდი მე ახლა წავალ. მოიცა რა ვიდეოზე ამბობ? ვერ მივხვდი. დაივიწყე. კაი, წავედი მე, აბა. ნახვამდის მაყურებლებო, კარგად. მოიცა ერთი წუთი, მოიცა. რა ვიდეოზე თქვი?
კითხვები მორჩა ნახვამდის. Oops. ეს იყო ჩემი ინტერვიუ პროვოკატორთან, როგორც ხედავთ. მან გამითიშა შუა კითხვების დროს ბოლომდე არ დავამთავრებინა ვიდეო და არ ვიცი რა იგულისხმა ამ ვიდეოში. მე პირადად ვერ ვიხსენებ, მაგრამ როგორც ჩანს ვერ ვაგრძნობინე ჩემთან კომფორტულად ვერ იგრძნო მაინც და მაინც თავი და გამექცა. არ ვიცი. ეს იყო დღევანდელი ჩემი ინტერვიუ იუთუბერთან. საკმაოდ ისეთი მე მგონი დაძაბული ინტერვიუც იყო და მოკლედ არ ვიცი მე თვითონაც უკვე აღარ მაქვს არაფერი სათქმელი. გემშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. კარგად.